ახლა კი თემა, რომელსაც სრულიად თბილისი ელოდება და არა მხოლოდ თბილისი. იმედის კვირა და თბილისის მერია წარმოგიდგენთ რეპორტაჟების ციკლს. ხაზეა მოქალაქე. ჩვენი ჟურნალისტი ელენე ცინცაძე შეეცადა გაერკვია, რა ძალისხმევის გაწევა უწევს თბილ სერვის ჯგუფს საიმისოდ, რომ დედაქალაქის ქუჩები სუფთა და მოწესრიგებული იყოს. მაშინ, როდესაც ქალაქს ჯერ კიდევ ღრმა ძილით სწინავს, მეზოების სამუშაო დღე იწყება. ჩუმად, უხმაუროდ შრომობენ. ასუფთავებენ სკვერებს, პარკებს, ქუჩებს, ეზოებს. გარდა დედაქალაქის დაგვა დასუფთავებისა, თბილისის მერიის თბილ სერვის ჯგუფს უდიდესი სამუშაოების ჩატარება უწევს. ნარჩენების მართვის მომსახურება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და გადამუშავება, სამშენებლო ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება, თოლცვენის დროს ტექნიკური მარილის დაყრა, სადრენაჟო ქსელების, სანიაღვრე კოლექტორების მოვლა პატრონობა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების, ასევე მოვლა პატრონობა, გარეგანათების ქსელების და არსებული კომუნიკაციების სწორი და გამართული მუშაობა. მოკლედ ის, რომ თბილისი სუფთა ქალაქია ევროპაში და ეს აღიარებულია, აი ამ ადამიანების დიდი დამსახურება. თბილისის цаრიელი ქუჩები, სრული სიჩუმე, მზე ჯერ არ ამოსულა და არიან ადამიანები ჩვენს ქალაქში, ზის სხივებს რომ ასწრებენ. დილით 5 საათზე ვდგები, მზეს ვასწრებ ადგომას, ჩვენ თვალი ძალიან კარგი დასანახია დილით. მზე რო ამოდის, რო ვალაგებთ, ჩიტების ჭიკჭიკი. მას სულ სხვანაირი ქალაქი ხდება. ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფი გიჟური რიტმისთვის რომ ემზადება. სანამ მზე ამოვა და ხალხი ქუჩაში გამოვა, ანუ ქალაქი გამოიღვიძებს, 37 წლის ქეთიმ ბევრი რამ უნდა მოასწროს. დასაწყისი მარტივი სულაც არ იყო. თავიდან რომ მოვედი, ტიროდი. მაგრამ სამსახური ძალიან სჭირდებოდა. მეუყლეს რომ გავცილდი და ვჩი 2 ბავშვით მარტო. მერე თანდათან შეუყვარდა საკუთარი საქმე. ქალაქზე ზრუნვას, ქალაქის მოვლას საკუთარი ხიბლი აქვს. გამომდივარ სახედან მიხარია აქ მოსვლა. დიდი სიამოვნებით ვალაგებ, დიდი სიამოვნებით ურნებს ავცლი. აი ზოგს ხო აქ ზიზღი ან რამე და მე საერთოდ არა. ძალიან მიყვარს ჩემი სამსახური. დედაქალაქის მთავარ გამზირზე ოპერის სკვერი მისი სამუშაო ადგილია. ჯერ ზედა მხარეს ასუფთავებს, შემდეგ მიწის ქვეშა გადასასვლელში ჩადის. უამრავი მეზოვე ყავს ქალაქს, ქეთი ცდილობს მისი პერიმეტრი ყველაზე სუფთა იყოს მთელს ქალაქში. ვაწკრიალებ, რაც შემიძლია, რაც აყრია ნაგავი, ვიღებ ყველაფერს. მე თვითონ ასეთი პიროვნება ვარ, რომ ყველაზე სუფთად მე უნდა ვიყო და ყველაზე პირველი მე უნდა ვიყო. ქალაქს ხომ აწესრიგებს და თავადაც სულ მოწესრიგებულია. სუფთავე მიყვარს ძალიან. ქალი რო არის სუფთად, მოწესრიგებული. პომადა აუცილებლად უნდა წავისო, პომადა მიყვარს ძალიან. ჭხილებიც აუცილებლად გაკეთებული. არაერთხელ ტკენია გული, სწყინს ცალკეული ადამიანები მის შრომას რომ არაფასებენ. ამას ყოველ დღეს საკუთარი თვალით ხედავს. ეხლა ძალიან ბევრი ხალხი ვიცი, რომ სახს ასუფთავებენ, გამოდიან გარეთ, უცებ ქაღაც დააგდებენ დაბლა, ხან რას დააგდებენ. მაგალითად, სახიდან ნაგვის პარკი რო გამოაქვთ, პირდაპირ სკოლაში გვიდებენ წინ. კულტურა, ზოგადად კულტურა. თავის თავს არცემენ პატივს. რაც ჩემს შრომას არაფასებენ. ბევრს შრომობს, რომ სახლში წასვლამდე შესრულებული სამუშაოთი პირველ რიგში თავად იყოს კმაყოფილი მუშაობის დასრულების შემდეგ ამისთვის რამდენიმე წუთი აქვს. რო გადავხედავ ჩემ დალაგებულს, სიამოვნებს დალაგებული. სუფთად რომ გიქავრობა. დედაქალაქზე უამრავი ადამიანი ზრუნავს და ხანდახან ჩვენ მათ ვერც კი ვამჩნევთ, თუმცა რთულია 9 აპრილის ბაღში ეს სიყვარულის ისტორია ვერ შეამჩნიო. 75-ში მე ვარ, ეს 77 წლის არის, მეუღლეები ვარ. მანანა პედაგოგია, ამირანი ინჟინერი. პენსიაზე გასვლის შემდეგ წყვილი უმუშევრობით დაიღალა. გადაწყვიტეს მუშაობა ერთად და თან დედაქალაქის დასუფთავებაში დაეწყოთ. ისე მომენატრა ბუღალტერი, ისე მომენატრა უპროსი, ისე მომენატრა ხელის მოწერა ყოველდღიურად. ოიტყვია რომ აი ამას ვერ გავაკეთებ, მას ვერ გავაკეთებ. რატო ვერ გავაკეთებ? შენ რა გამომდის ეს? ახალგაზრდა ზოგი თაკილობს ფული უნდათ, მაგრამ თაკილობენ აქ მუშაობას, მაგრამ მე იმას ვიტყვი, რომ არც ერთი შრომა არ არის დასაძრახისი.
თურმე თბილსერვის ჯგუფის დასუფთავების სამსახურის ყველაზე პუნქტუალური, აქტიური შრომის მოყვარე და თან უხუცესი თანამშრომლები არიან. ცდილობენ ერთმანეთს შრომა გაუადვილონ, თურმე სიყვარული არასდროს ბერდება. მე ფერდო გინდა გახდე დედოფალი უნახავდეს მეუღლე. ისე გვიყვარს ერთმანეთი, როგორც შეყვარებულები რო ვიყავით მაშინ. ვზრუნავთ ერთმანეთზე, რომ მინდა მე უფრო მეტი ვიმუშაო, ამას შეუსწუქო, ამას უნდა მეტი იმუშაოს, მე შევიმსუბუქოს და ასე. 48 წელია ერთად არიან და 2 წლის შემდეგ სიყვარულს ოქროს ქორწილით აღნიშნავენ. ჩვენი ბრიგადირი შეგვპირდა რომ აქ აღნიშნავთ ოქროს ქორწილს. მანამ საკალად გამდათო. არასდროს შერდებიან, გულს უხარია სუფთა ქალაქი და ზუსტად იციან, რომ მოესწრებიან ისეთ საქართველოში ცხოვრებას, რომელზეც სულ ოცნებობდნენ. ამ ჩემ დასუფთავებულს ვამოწმებ ისე, გულს უხარია დასუფთავებული რო არის ქალაქი. მე მგონი რომ მოესწრებ იმას რომ მართლა ბედნიერ საქართველოში ვცხოვრობ. დედაქალაქის ქუჩები, სკვერები, გამზირები, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები, რომ სუფთა და მოვლილი იყოს, ამაზე თბილისის მერიის თბილსერვის ჯგუფია პასუხისმგებელი. მათ მოვალეობაში კიდევ ბევრი რამ შედის, თუმცა მტკივნეული პრობლემა, რომელიც ქალაქს და მოსახლეობას დიდი ხანია აწუხებს, არასაყოფა ცხოვრება ნარჩენია, რომელიც ხშირად ბუნებაში, ურნებთან და ასევე საცხოვრებელ სახლებთან გვხვდება. რაც რა თქმა უნდა კანონდარღვევაა. ზუსტად ამიტომ თბილსერვის ჯგუფის დასუფთავების სამსახურს ახალი სერვისი დაემატა. ძველი ავეჯის, ძველი ნივთების, სამშენებლო სარემონტო ნარჩენების გატანა. თბილსერვისის ჯგუფის დასუფთავების სამსახურის ახალი სერვისი თბილისელებისთვის. უნდა დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე და შეავსოთ მონაცემები. ნარჩენი უნდა განათავსოთ კორპუსის ან ეზოს წითელ ხაზებში, შემდეგ ფოტოები გადაუხოთ, ატვირთოთ განაცხადში და დაელოდოთ ოპერატორის პასუხს, რომელიც უმოკლეს დროში შეაფასებს ნარჩენებს და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებებს შეიტანს. მომხმარებელს მითითებული აქვს 1 კუბი, მაგრამ აგერ ვიზუალური დათვალიერებით ჩანს, რომ 1 კუბს აღემატება. შესაბამისად, მე ეხლა მივწერ გაზარდოს მოცულობა. ჩვენი მომხმარებელი იხდის თანხას, ჩვენ ავტომატურად სტატუსი ეცვლება და გადადის უკვე გადახდილ სტატუსში. თუ ფოტო უკვე ატვირთული აქვს, სადაც გარეთ არის ნარჩენი, მაშინ ავტომატურად გადავცემ მე ჯგუფს, რომ უკვე გასატანია. შემდეგ უკვე დგება გადახდის დრო. 1 მეტრ კუბამდე ნარჩენის გატანის ფასი 9 ლარია, 1-დან 3-მდე 69 ლარი, 3-დან 5-მდე კი 159 ლარი. ჩვენს პროექტში ჩართულია 10 რაიონი და ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მოსახლეობას, რომ კანონის ფარგლებში გავიტანოთ არასაყოფა ცხოვრება ნარჩენი და არ დაბინძურდოს. ამ მარტივი და ხელსაყრელი სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ვებგვერდზე რეგისტრაციის გარეშეც. თბილსერვის ჯგუფის ცხელი ხაზის ოპერატორთან დაკავშირებით. შევსების მომენტიდან ელოდები სადღაც 24 საათი რომ დაადასტურონ, რომ ყველაფერი სწორად იყოს შევსებული მონაცემები, ასევე მისამართი. ჩვენ ლადო ასათიანის 24 ნომერში მივედით. სახლში რემონტი დასრულდა, ნარჩენები ტომრებით, წითელ ხაზებშია მოთავსებული. ანუ ყოველ ჯერზე მე რო შევავსე, 2 დღის განმავლობაში მოვიდნენ, ნახეს და წაიღეს. განყოფილი ვარ უკვე სადღაც მე-4 ჯერ თუ მე-5 ჯერ ვიყენებ ამ მომსახურებას. ახალი მომსახურება მიზერულ ფასად მიზნად ისახავს დედაქალაქში ნარჩენების მართვის კუთხით მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამ ეტაპზე დღეში საშუალოდ 10-15 შეკვეთა შედის თბილსერვის ჯგუფის დასუფთავების სამსახურში. თითოეულს შეგვიძლია ვისარგებლოთ ამ მარტივი, სწრაფი და ხელსაყრელი მომსახურებით და ასე გაუფრთხილდეთ ქალაქს.